კი ამინდის ალს ჩავხედე და აღმოაჩინე რომ ესეთი მაგარი ამინდი არის. ეგრევე ავისხელა გამარჯვებული ნაგირი და გადავწყვიტე გავსულიყავი სადღაც. დღევანდელ გეგმაშია ბარეთის ტბის მონახულება, რომელიც აქედან დაახლოებით 91 კილომეტრია და 2 საათის სავალზე. ბარეთის ტბაზე განსაკუთრებული არაფერია, როგორც სხვა დანარჩენ ტბაზე პრინციპში. თუმცა ჩემთვის უმეტესი მიღამი გზას აქვს და არა თავად დანიშნულების ადგილს. უბრალოდ ცნობისთვის ბარეთის ტბა კარგი სანადირო ადგილია, თუმცა მე ნადირობა არ მიყვარს, ამიტომ იქ უბრალოდ ლამაზი გარემოსთვის წავალ. ვიღაცას აქ კარგი საღამო გაუტარებია. აქ ჯერ კიდე თოვლი ეს მე კიდე მხოლოდ ბადე-ქუთუთით ვარ გამოსული. საწუმარი მაინც წავმობა. არა უშავს 1 საათი ვარ ფარავნის ტბაზე ქარში ფაქტიურად საყენოში ხო და ამასაც გავიცნობ. ახლა მანგლისში ვარ და რაც უფრო ვუახლოვდები ბარეთს თოვლიც მეტად იმატებს, თან პატარა დილემის წინაშე დავდექი, რაც უფრო ვუმატებს, სიჩქარეს უფრო ვიყინებ, მაგრამ ნელა რომ მიდივარ, კი ნაკლებად ცივა, თუმცა მეტი დრო მჭირდება და მაინც ვიყენები. უბრალოდ ნელა. ჩემდა გასაკვირად წარკისკენ თოვლი აღარ იყო და არც იმდენად ციოდა. რაღაც მომენტში წარკის წყალსაცავის მეორედ მონახულებაც გავიფიქრე, მაგრამ მე მოულოდნელად გამახსენდა, რომ ბარეთი წარკამდეა, ანუ სადღაც შესახვევი გამომაზე და ეხლა მთელი ეს გზა უკან უნდა გამეღო. სხვა დროს ამას სიამოვნებით ვიზავდი, მაგრამ ახლა სიცივე პრობლემას ქმნიდა. როგორც მე აღმოაჩინე დაახლოებით 19 კილომეტრით გამოვწდი შესახვევს. ჩავარდი. იგი დამჩა ბეწვის ხიდი გასავლელად არა. გადავიდეთ თუ იქით რა ხდება რომ ეცეუაც. და ქარიანი ნახდა ცოტა თოვლით აქა-იქ, თუმცა ეგ როგორღაც მაინც თბილოდა. ან უბრალოდ მე მომეჩვენა იმ გრძელი და ცივი მონაკვეთის გავლის მერე. რაღაც ფრინველს ვხედავ ტბაში. ისე თუ უნდა ვიცით, აქ რა ფრინველზე ნადირობენ ხოლმე დაწერეთ. ჩემ მეზობლის ბიძაშვილის სიზისთვის მაინტერესებს. უკან გამობრუნებისას აქ ჩასავარდნზე გვერდის ავლა კი მინდოდა, მაგრამ სხვა გასასვლელი არსად ჩანდა და მდელოს ბოდიალის მერე ისევ ამ ადგილს მივადექი. ამჯერად უფრო რთული სიტუაცია დამხდა, რადგან ჯებირის ეს ბოლო მხარე უფრო ვიწრო იყო და დიდი სიფრთხილით ასვლა მომიწევდა. Okay. Shit. Original sabor. უკანა გზაზე
ეწვის ხიდზე ვერ გავიარე. მიმეცა გაზი რა მინდოდა. A few moments later. მოკლედ ჯებირზე ასვლისას გავაცნობიერე რომ სწორად ვეღარ მივდიოდი, ამიტომ გაზი დავაკელი და როცა შევატყვე რომ მოტოყირავდებოდა, უკვე ფეხიც ვეღარაფერზე დავდგი და გადამყირავდი კიდეც. ამ მაიმუნობას სარკის სამაგრი შევწირე, თუმცა სერიოზული არაფერი იყო და ადგილზევე მოვაგვარე. თბილისში ზემო ფონიჭალი დავბრუნდი და მივად იქ იმ საშინელი ადგილს, სადაც რუსთავისკენ მიმავალი გზატკეცილი და ეს გზა ერთმანეთს კვეთს. ორივე გზაზე საკმაოდ სწრაფი მოძრაობაა, თუმცა ამის და მიუხედავად შუქნიშანი არ დგას და ერთმანეთს შევყურებთ გზის დათმობის იმედით. იმის და მიუხედავად თუ ვის ეკუთვნის დათმობა. რომ არა ეს ტრეილერი, რომელსაც ფაქტურად გზა გადაკეტა, ალბათ ახლაც იქ ვიდგებოდი დათმობის ოლოდინში. არადა შეგეძლო ჩაგეკანებინა, რავი. A few moments later. ეს იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რატომ არ უნდა აუაროთ გვერდი მანქანას ორივე მხრიდან. მანქანა მე შემამჩნია მიჯიგრა გადაიცა რომ გავეტარებინა, მაგრამ იქვე ლამის სკუტერს მიეჯახა. თვლი რომ ასეთ სიტუაციებში უფრო დიდი პასუხისმგებლობა ორგორგლიანი ტრანსპორტის ძღოლებს გვაქვს. უნდა გვესმოდეს რომ ძღოლი ყველა წელს თითოეულ სარტყელში ყურებას ვერ დაიწყებს, ამიტომ როცა ერთს უთმობენ მეორე მხრიდან აღარ უნდა აუაროთ გვერდი.